საიტები სავსეა მრავალი საინტერესო და ჩამთრევი ანიმეებით. ყოველ მთავარ გმირს ყავს დამხმარე პერსონაჟი, რომელიც ვითარდება მასთან ერთად, მაგრამ ვერასდროს აღწევს იგივე დონეს. მთავარი პერსონაჟები ადრე თუ გვიან რამოდენიმე თავით უსწრებენ მეგობრებს და ანიმეში არანაირად არ ჩანს, თუ როგორ ვითარდებოდა, ან საერთოდ თუ განვითარდა ეს მეგობარი. ჰანთერის სამყაროში ყველაფერი სხვაგვარადაა. მთავარი პერსონაჟი მეგობარზე სუსტი იყო და ბოლომდე ასე გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ გონმა ბოლოს რაღაც სასწაული ტექნიკა გამოიყენა, ის მაინც ჩამოვარდება კილუას. ჩვენი დღევანდელი თემა ზოლდიქების ოჯახის წარმომადგენელი ელექტრო ბიჭუნა კილუა იქნება. I don't believe in destiny, I just do what's best for me. Don't listen to my enemies, they're just full of jealousy. Yeah, this legacy, you gon' see what's left of me. You gon' see success in me. ანიმეს დაწყებიდანვე შემოდის კადრში ბიჭი, რომელიც შემდეგ გახდება მთავარი პერსონაჟის საუკეთესო მეგობარი და მაშველი. კილუა ბიჭი, რომელიც არის მკვლელების ოჯახის ერთ-ერთი შთამომავალი, გამოექცა მშობლებს და ცდილობს დამოუკიდებლად იცხოვროს, მაგრამ ოჯახის ჩრდილი ყოველთვის დაასდევს მას. სწორედ ეს ჩრდილი გახდება მრავალი პრობლემიდან თავის დაღწევის საშუალება. კილუას დაბადებიდანვე ამზადებდნენ მკვლელობისთვის. ის არის ნამდვილი მკვლელობის იერარქი, რომელსაც თვალის დახამხამებაში შეუძლია მასზე 10 ჯერ ძლიერ მოწინააღმდეგეს თავი წააცალოს. მან ოჯახისგან მიიღო ფრჩხილების კლანჭებად გადაქცევის ტექნიკა. ის ასევე გადაადგილდება ძალიან ჩუმად და იცის რიტმული მოძრაობის ტექნიკა, რომლის საშუალებითაც კლონებს ქმნის. ნენის შესწავლისა და კარგად დამუშავების შემდეგ კილუამ ახალი ძალები მიიღო. იმის გამო, რომ უფროსი ძმა მას ბავშვობაში ელექტროშოკერით აწამებდა, მას იმუნიტეტი გამოუმუშავდა ელექტროობის მიმართ. ნენის შესწავლის შემდეგ კი ეს მისი იარაღად იქცა. მას შეუძლია გამოიყენოს მრავალი ელექტროშეტევა და გააერთიანოს ისინი ძველ ტექნიკებთან. ელექტროობის საშუალებით მას შეუძლია გადაადგილოს მაღალი სიჩქარით. კილუას ისედაც ძლიერი და სწრაფი რეფლექსები ელვებმა უფრო აჩქარეს. პატარა ზოლდიქს დაფიქრების გარშე შეუძლია აიცილოს მრავალი შეტევა. კილუას ერთ-ერთი იარაღია მისი ინტელექტი. ის ფლობს ცივსისხლიანი მსჯელობის უნარს. მას შუა ბრძოლაშიც კი შეუძლია შეადგინოს რაღაც გეგმა და მოიპოვოს გამარჯვება. აი ასეთი პერსონაჟია ჩვენი კილუა. მოდი გამოვაცხადებთ დღევანდელი რენდომ კომენტარის ავტორს. ეს არის თსლი-სლივკის 69. ვაუ, მაგარი ინტროა. ვიცი. ეს იყო ჰანთერი ერენი. ყველას მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის.